ჩვენ ამას ავარიული სახის აღარია, ხო? განგრეული სახი. ბოლო კომუნიკაციის ჰქონდა თანამშრომლებს ჰქონდა მეწეს არის. წელს არაფერი. მიწერე წერილი 2016 წლის 7 ოქტომბერს. კი ბატონო, თუ ადგილი გინდათ, ან ბინა მოგვეც. შვილებიო, შვილის ოქს პატარა ბავშვი. ცოცხლად მიმარხებით. ბავშვები ყავთ, მეზობლებს გაყვანილები ყავთ, ნათესავებთან არიან. შეუძლებელია უბრალოდ აქ ცხოვრება. 2014 წლიდან განვითარების ფონდმა დაგვანგრია და რა თქმა უნდა განვითარების ფონდს მიმართეთ, მერიას მიმართეთ, მაგრამ შედეგი არანაირი 4 წელია ვიბრძვით. დღეს ხვალ წელს, მომავალ წელს ბიუჯეტში არ ზიხართ, მომავალ წელს ჩაქსვავთ და ასე შემდეგ. 4 წელია გვატყუება. ერთხელ იყვნენ ამ პრობლემაზეც არა, გუდიაშვილის ბახთან. ივსო, არაფერი ისეთი არ არისო. ვიცით თქვენი სახლიო. ვიცით არაფერი ისეთი არ არისო და თუ რამე უბედურება მოხდებაო, დაკრძალვის თანხაც მერია გადაიხდისო. დავიბენი და რა თანხაც მეთქი და 500 ლარს. აი ეს იყო ნარმანიაც ნათქვამი. სიცოცხლის საშიში ვითარება არის შექმნილი და ძალიან სამწუხაროა იცოდე რომ დედაქალაქის მერიამ ავარიული სახლებისთვის გამოყოფილი თანხა ვერ აითვისა. მილიონი ლარი ქონდათ რომ გაემაგრებიათ რამდენიმე სახლი მაინც ძველ თბილისში, მათ შორის წანესის რაიონში და ვერ აითვისა. ვერ აითვისა, ვინაიდან ამას ცოდნა და კვალიფიკაცია ჭირდება და როგორც ჩანს ამის სერიოზული ნაკლებობა აქვს. მაგრამ სამაგიეროდ არც ერთი თეთრი არ დარჩა აუთვისებელი, როდესაც საქმე ეხებოდა პრემიას და დანამატებს, ხო? ამიტომ ეს არის ძალიან საწყენი, რბილად რო ვთქვათ, ვითარება და მე მოვუწოდებ ბატონ კალაძე ცოტა ხანი მოშორდეს თავის ასე ვთქვათ გატაცებას, რომელიც უკავშირდება ვიდეო სელფების გადაღებას და კონკრეტულად აი ამ ეზოში მოვიდეს და პასუხი გასცეს ამ მოქალაქეებს, რა გეგმა აქვს თუ აქვს ასეთი დედაქალაქის მერიას აი ამ ავარიულ სახთან დაკავშირებით.